გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი YouTube ვიდეოთი და დღევანდელი ჩვენი თემა არის Seedance 2-დან 0-ის გატესტვა, რომელიც მსოფლიოში არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვიდეო გენერატორი. ის სხვადასხვა AI პლატფორმებში არის ჩაშენებული და ჩვენ ამჯერად განვიხილავთ Kicksfield AI-ში ჩაშენებულ Seedance 2-დან 0-ს. ნახავთ მის შესაძლებლობებს სხვადასხვა კუთხით. სანამ Seedance-ზე გადავალთ, ორი სიტყვით მიმოვიხილოთ პლატფორმა Kicksfield. ეს არის AI სტუდია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ფოტო, ვიდეო, ხმის გენერატორებს, ასევე აქვს საკუთარი კინოსტუდია. იქ გყავთ ასე ვთქვათ ოპერატორი, ხმის ინჟინერი, მსახიობები, რომელიც ასევე თავად შეგიძლიათ შექმნათ. ყველაფერს რა თქმა უნდა აკეთებს ხელოვნური ინტელექტი. დაარსდა 2023 წელს და დაარსეს Google-ის ყოფილმა ინჟინერებმა და დღეს კომპანია თითქმის $1.5 ფასდება. ანუ ეს არ არის რაღაცა პატარა საიტი, ეს არის სერიოზული მოთამაშე AI-ის სამყაროში და მასში არის ჩაშენებული ისეთი ძლიერი AI ხელსაწყოები, როგორიც არის იგივე Seedance, Kling-ი, GPT Images, ასევე Sora, One და ასე შემდეგ. AI ხელსაწყოები ესენი იქნება ფოტო თუ ვიდეო გენერატორები. გარდა საკუთარი ვებსაიტებისა და აპებისა არის ხელმისაწვდომი სხვადასხვა პლატფორმებში, როგორიც არის იგივე Kicksfield-ი, Leonardo-შიც არის ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო გენერატორი ხელმისაწვდომი, ასევე არის Runway ML-ში და ასე შემდეგ სხვადასხვა პლატფორმებზე. ხა გიჩნდებათ კითხვა ალბათ, რომ რატო შეიძლება რომ ფოტო გენერატორი ან ვიდეო გენერატორი ლებას აძლევდეს ასეთ პლატფორმებს გამოიყენოს მათი შესაძლებლობები, ხო? აი ძალიან მარტივად რო განვიხილოთ, რატომ ხდება ეს ყოველივე, ხო? დავუშვათ თქვენ გაქვთ რესტორანი და თქვენ ფიქრობთ, რომ შეუძლია პირდაპირ მომხმარებელს რომ დამირეკოს და ჩემგან იყიდოს პროდუქტი. მაგრამ არსებობს ისეთი აპლიკაცია, როგორიც არის მაგალითად Wolt-ი და მე ფიქრდები იმაზე, რომ Wolt-ს ყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი, რომელიც ჩემს რესტორანს არ იცნობს და რომელსაც როდესაც შევა ჩამონათვალში, ყვა ჩემს რესტორანსაც დაინახავს და შესაძლებელია, რომ არჩევანი ჩემზე გააკეთოს, ხო? ასევე თავიდან ვირიდებთ კურიერების მართვას, საკუთარი აპლიკაციის შექმნას. Wolt-დან პირდაპირ შემოგდით თქვენ შეკვეთა და თქვენ უბრალოდ ამზადებთ კერძს. შედეგად კი ხდები Wolt-ის პარტნიორი. კი, Wolt-ს უნდა გაუნაწილოთ თანხა, მაგრამ შემოსავალი ბევრად მეტია, რადგან ცნობადობა მეტი გაქვს. ზუსტად იგივე ხდება AI პლატფორმებსა და AI ტულებს შორის. და ის ძირითადი 4 მიზეზი არის, რის გამოც ამ ყველაფერს აკეთებენ. პირველი, ეს არის ფული. ერთად უფრო მეტს შოულობენ. აი მაგალითად, როდესაც Kling-ი მხოლოდ თავად ყიდის თავის პროდუქტს, ძალიან შეზღუდული არის აუდიტორია, რადგან აუდიტორიის მხოლოდ ის ნაწილი ყიდულობს Kling-ს, რომელიც მხოლოდ Kling-ს იყენებს. ეს კი ძალიან ცოტაა, რადგან ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც საქმე ეხება გენერაციებს, საუკეთესო შედეგისთვის, აუცილებელიც კი არის, რომ სხვადასხვა გენერატორები გამოიყენოთ. ეს კი პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ Kicksfield-ის გავლით ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია გატესტოს Kling-ი და დარწმუნდეს მის შესაძლებლობებში. მეორე მიზეზი ეს არის გლობალური წვდომა და ასე ვთქვათ, კარები სხვადასხვა ქვეყნებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ისეთი ჩინური მოდელებისთვის, როგორიც არის იგივე ზემოთ აღნიშნული Kling-ი, ან თუნდაც ის Seedance, რომელიც დღეს უნდა გავტესტოთ. და ასე Kicksfield-ის დახმარებით მთელს მსოფლიოში არიან ხელმისაწვდომები ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. ამის რეალური მაგალითი რომ განვიხილოთ, იგივე Seedance, რომელიც ByteDance-ის უახლესი მოდელი არის, სწორედ Kicksfield-მა გახადა ხელმისაწვდომი ამ წლის აპრილში თითქმის მსოფლიოს მასშტაბით. მესამე მიზეზი შეიძლება იყოს დრო და ენერგია. წარმოიდგინე, შენ გაქვს ესეთი AI ტული და ნაცვლად იმისა, რომ იმუშაო მის ესეთ ცნობადობის გაზრდაზე, რეკლამაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მისცემ Kicksfield-ს და სხვადასხვა AI პლატფორმებს, ისინი იმუშავებენ შენს მარკეტინგზე, ხოლო შენ განავითარებ და განავითარებ შენს ტულს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგივე Kling-ი თავის მარკეტინგს არ იყენებს, რა თქმა უნდა იყენებს და თუ ნახავთ Kling-ს, თვითონ Kling-შივე დარწმუნდებით ნამდვილად, რომ მასზე ძალიან ბევრი არის ნამუშევარი, მაგრამ რატომაც არა, უფრო მეტი რეკლამა ნიშნავს მეტ ცნობადობას. და ასე მესამე მიზეზში, ფაქტობრივად მეოთხე მიზეზიც განვიხილეთ, ეს არის მარკეტინგი და რეკლამა, რომელსაც ფაქტობრივად სხვა გიკეთებს ნაცვლად იმისა, რომ შენ აკეთო. შენ კი იგივეს გავიმეორებ, რომ განავითარებ შენს ტულებს და მოიზიდა უფრო და უფრო მეტ ადამიანს, რადგან როდესაც შენს ტულს გატესტავენ სხვადასხვა AI პლატფორმებში, დარწმუნდებიან იმაში, რომ შენ ძალიან მაგარი ხარ და შეიძლება საერთოდ მთლიანად გადაერთოს ადამიანი მხოლოდ შენი ტულის გამოყენებაზე. ამიტომ ყველა შემთხვევაში წაგებულები არ არიან AI ტულები, როდესაც შედიან სხვადასხვა პლატფორმებში. ეს ამხელა შესავალი, ვიდრე გავაკეთე, რომ არ გაგიკვირდეთ, როდესაც სხვადასხვა AI პლატფორმებს ვახსენებ და ვახსენებ შემდეგ უკვე ტულებს, რადგან როგორც უკვე აღნიშნეთ,
AI პლატფორმებში არის AI თულები ხელმისაწვდომი და ჩემთვის როგორც რიგითი მომხმარებლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ვიძენ ერთ AI პლატფორმას, მასში ძალიან ბევრი თულის გატესტვის საშუალება მეძლევა. ამიტომ მოგებული მე მგონი ამ შემთხვევაში არის ყველა. ორი რაღაცნაირი რეკლამა გავუკეთე ვოლტს. ჩემ დაუნებურად, უბრალოდ მშია და პირველი ვოლტი და რესტორანი გამახსენდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის, რომ პლატფორმები გამოვიყენოთ. მაგალითად, თქვენ თუ ზუსტად იცით, რომ მხოლოდ ის ერთი მოდელი გჭირდებათ, რომელსაც იყენებთ თუნდაც იმ პლატფორმაში და დააკვირდებით იმას, რომ ერთსა და იმავეს აკეთებთ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა პირდაპირ იმ AI თულის გამოწერა სჯობს, უფრო გაცილებით იაფი დაგიჯდებათ, მაგრამ თქვენ თუ სხვადასხვა თულს იყენებთ, ამ შემთხვევაში უკვე AI პლატფორმას უნდა მიმართოთ, სადაც ეს თულები ერთად ერთ სივრცეში არის თავმოყრილი და შესაბამისად უფრო ნაკლები დაგიჯდებათ. იმიტომ რომ როდესაც სხვადასხვა AI თულს გამოიყენებთ, ერთი თული დაახლოებით ღირს საშუალოდ რომ ვთქვათ $30, ზოგჯერ $80, მაგრამ საშუალოდ ვთქვათ, ხო? იყენებთ თქვენ ხმის გენერატორს, ფოტოს გენერატორს, ვიდეოს გენერატორს, უკვე $90 გადავითვალებთ. იმ ფოტოს გენერატორში ხო ერთი ფოტოს გენერატორი არ არის, რომელიც ყველაფერს გიკეთებს. 2-3 ვერსია მაინც ხომ უნდა გქონდეთ, მაგალითად, GPT image საერთოდ სხვა რაღაცას აკეთებს, პირობითად ნანობანანა საერთოდ სხვა რაღაცას აკეთებს, ხო? თუნდაც ამ ორი მოდელისგან განსხვავებული არის იგივე Midjourney, რომელიც საერთოდ სხვა თემატიკის არის. შესაბამისად, ეს უკვე მარტო ფოტო გენერატორებში გამოვიდა $90, მაგრამ თქვენ თუ აიღებთ პლატფორმას, პირობითად თვეში $50 ან თვეში თუნდაც $100, ამ ყველაფერს ერთად მიიღებთ. ოღონდ Midjourney არ არის ხელმისაწვდომი ამ პლატფორმებში. დანარჩენი თითქმის ყველაფერი, მაგრამ Midjourney თავგადამოუკიდებელი პური არის, რომელიც ალბათ must have-ს რო ეძახიან ყველა არტისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფოტო გენერატორია და ამასაც თუ გნებავთ, მერე განვიხილავთ Midjourney-საც ერთი ძლიერი მოთამაშე არის ფოტო გენერატორებში. ხო, ეს ისე გადახვევა რომ გავაკეთოთ. მე მგონი ძალიან გაგვიგრძელდა Hexful-ზე საუბარი და მოდით დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ მიზანს დღეისთვის, რაც არის ეს არის Seedance 2.0, რომელიც გამოვიდა ამ წლის თებერვალში ჩინეთში. ბოლო აპრილის თვეში ის Hexful-მა გახადა მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი. აპრილამდე კი იყო ძალიან ბევრი ბრძოლები, ძალიან ბევრი პეტიციები, რომელიც იწერებოდა Seedance 2.0-ის მისამართით, რადგან ის იმდენად ძლიერი გენერატორია და იმდენად კარგად აკეთებს სახეების გენერირებას განსაკუთრებით, რომ თელმა ჰოლივუდმა ვისაც არ დაეზარა, ყველა უჩივლა და რაღაც პერიოდი Seedance-ის გაშვება ესე შეჩერდა. მაგრამ აღმოიფხვრა პრობლემა, რაღაცებს ბანი დაედო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლო-ბოლო ჩვენამდე მოაღწია, მოკლედ ეს საკითხი ძალიან შორს დაგვიყვანს ამაზე, რომ ვისაუბროთ თუ რა ხდებოდა ჰოლივუდში Seedance-თან დაკავშირებით და ამაზე ვიდეოს არაერთი ვიდეო TikTok გვერდზე. Seedance ძალიან ბევრი უპირატესობები აქვს. ერთ-ერთი მათგანი არის ეგრეთ წოდებული მულტიმოდალური არქიტექტურა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება. ის აერთიანებს 4 შემავალ ფორმატს ერთ გენერაციაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ტექსტი, ფოტო, ვიდეო, აუდიო შეგიძლიათ რომ გენერაციაში გამოიყენოთ მაქსიმუმ 12 ასეთი სეტი. მეორე უპირატესობა ეს არის native audio, ეგრეთ წოდებული, ანუ მას შეუძლია რომ გამოსახულებასთან ერთად დააგენერიროს ხმა და lip-sync. Lip-sync არის, როდესაც საუბრობ და ჯოჯების მოძრაობა ემთხვევა შენ საუბარს, როგორც ეხლა ამ ვიდეოში არის, იმიტომ რომ ცოცხალი ადამიანი ვარ, მაგრამ შეუძლია რომ ეს გააკეთოს Seedance-მაც. ანუ არ გჭირდება ცალკე გამოსახულების გენერირება და შემდეგ უკვე აუდიოს გენერირება. თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით ქართული მხარდაჭერა ამას არ აქვს. დღეს ამაზეც გავტესტავთ რა თქმა უნდა და ნახავთ როგორ არის ამ შემთხვევაში ჩვენი ამბავი. მესამე ეს არის 15 წამიან ვიდეოში სხვადასხვა კადრის ერთდროულად გენერირება, რომელთა შორის ძალიან ბუნებრივი გადასვლები არის და ასევე შენარჩუნებული არის გარემოც და პერსონაჟები. ანუ 15 წამში ლოგიკურად რაც დაედევა კადრები, შეგიძლიათ რომ რამოდენიმე კადრი ჩასვათ სულ რაღაც ერთი პრომპტის საშუალებით. მან ასევე ძალიან კარგად იცის ფიზიკა და რატომ არის ფიზიკა ძალიან მნიშვნელოვანი. მე სულ ვიძახე ხოლმე, რომ გენერატორს ფიზიკის აღქმის უნარი არ აქვს ძალიან მაღალ დონეზე, ძალიან რთულია ბუნებრივი კადრების გენერირება. ანუ მაგალითად ეს რას ნიშნავს? როდესაც ფიზიკა კარგად იცის ვიდეო გენერატორმა, ეს იმის მანიშნებელი არის, რომ კადრები ძალიან ბუნებრივი და ჰუმანოიდური გამოდის, რადგან ზუსტად იცის გენერატორმა, რომ როდესაც ესე ჰაერში აწევს პირობითად ხელს, ის ხელი დაბლა უნდა დაეშვას და არ უნდა წავიდეს მაღლა ესე არაბუნებრივად. ეს ყველაზე მარტივად რომ განვიხილოთ. ანუ მიზიდულობის ძალის არსებობის შესახებ ძალიან კარგად იცის, რაც ბუნებრივს ხდის სხვადასხვა მოძრაობას. ასევე შეუძლია ძალიან კარგად შეინარჩუნოს ეგრეთ წოდებული პერსონაჟის კონსისტენტურობა და კიდევ
ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს მოკლედ ეს ჩვენი შესავალი. პირდაპირ გადავიდეთ Higgsfield-ზე, გაჩვენებთ ვიზუალურად როგორ გამოიყურება, შემდეგ კი უკვე დავიწყოთ Sidence-ის გატესტვა. მოკლედ გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე. უცებ განახებთ რა პლატფორმაა, რა ხდება და ასე შემდეგ. აი ეს არის ინტერფეისი, რომ შედიხართ და აი აქ თუ დააკვირდებით, ჩამოთვლილი არის ყველაფერი, თვალნათლივ, აი ამიტომ მიყვარს ეს პლატფორმა, რომ შეღვალთუა რომ მიხვდები სად უნდა შეხვიდე, რა უნდა გააკეთო, ყველაფერი არის მითითებული. ჩამოთვლილი არის, რომ შეშენებული არის ფოტოები, ფოტოებში როდესაც შეხვალთ, ნახავთ რამდენი ფოტოგენერატორი არის ხელმისაწვდომი, მათ შორის თვითონაც აქვს ეს ფოტოგენერატორი, ტოპაზი, რივი, ფლაქსი, ბანანა რა თქმა უნდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცალკე შეგიძლიათ განათებები ცვალოთ, ხარისხის მომატება გააკეთოთ, AI ინფლუენსერი გააკეთოთ, თან სულ განახლებადია, სულ სიახლეები ემატება, სულ ახალ ტრენდებს მიყვება და ეს პლატფორმა არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ეს არ განახლებებს თავაზობთ ხოლმე ძალიან სწრაფად და სწრაფად. იგივე ხდება ვიდეოშიც, როდესაც ვიდეოზე გადადიხართ, ნახულობთ რამდენი ვიდეო გენერატორი არის ხელმისაწვდომი, საერთოდ Lip-Sync Studio ცალკე აქვს საერთოდ, ანუ ვიდეოს დააგენერირებთ და ცალკე Lip-Sync-ის გაკეთება შეგიძლიათ. ასევე აქვს ვიდეოს upscale, რა თქმა უნდა, ანიმაციები საერთოდ ან თქვენი ვიდეო რო ანიმაციად შეგიძლიათ გადააქციოთ. Vika Studio აქვს, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია ჩემს TikTok-ის აკაუნტზე და ეს არის ხელმისაწვდომი Sidence, Kling-ი, Sora, Vio, Happy Horse, რომელიც უახლესი არის და ამაზე ცალკე საუბარი ღირს. ეს Happy Horse შეგახსენებთ, რომ არის სადღაც ერთი თვის გამოსული არის და ეკუთვნის Alibaba-ს და ასევე Kling-ის ყოფილ შემქმნელს და ამიტომ ღირს Kling-ის და Happy Horse-ის შედარება, იმიტომ რომ ერთი შემქმნელი ყავთ, უბრალოდ ეხლა Happy Horse-ის არის უკვე ის შემქმნელი Kling-ის ყოფილი და ცდილობს რომ Kling-ს აჯობოს, ასე რომ ღირს მე მგონი შედარება. ანუ ძალიან ბევრი, Sidence-ის ძველი მოდელი და ასე შემდეგ. ასევე აუდიო ცალკე აქვს, აუდიო სტუდია საერთოდ ცალკე აქვს და ასევე აქვს ძალიან კარგი, ამასაც უცებ შეგახედებთ, არის cinema სტუდიოები, სადაც საერთოდ სიგიჟე ხდება, იმიტომ რომ ცალკე შეგიძლიათ აგენერიროთ პერსონაჟი, რომელსაც მე მუდმივად გამოიყენებთ ხოლმე ცალკე ლოკაცია დააგენერიროთ და აბსოლუტურად სინემატიკური კადრების შექმნა შეგიძლიათ თავის ხმასთან, ხმის თარგმნასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველაფერთან ერთად დაუბრუნდეთ ჩვენ Sidence ძალიან უარ გაგვიქცეს მოკლედ დრო. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო ფასებზე, რომელიც ტკივილია Sidence-ის შემთხვევაში და Happy Horse უფრო იაფიღირს სხვათა შორის. აბსოლუტურად ტკივილი არის, იმიტომ რომ შეგადარებინოთ, ზოგადად ყველა პლატფორმაში სხვადასხვა coin, სხვადასხვა ღირებულება აქვს. აი მაგალითად, Leonardo-ში თუ ღირს 1000 კრედიტი რაღაცა, Leonardo-ს 1000 კრედიტი ნიშნავს Higgsfield-ში 8 კრედიტს, ხო? ანუ იქ სხვა ღირებულება კრედიტებს, აქ სხვა, იმას არ ვიცახ, რომ იქ ძვირი აქიაფია თქვა პირიქით, არა, უბრალოდ იქ სხვა ღირებულება აქვს, აქ სხვა წონა, იქ სხვა წონა. ამისად მოდი Higgsfield-ში შევადაროთ სხვა გენერატორებს, მაგალითად, მოდით შევადაროთ იგივე Kling 3.0-ს, რომელიც არის ექსკლუზივი, რომელიც არის ახალი გამოსული და ასე შემდეგ. თუ 1088 რეზოლუციაზე გადავალთაც Sidence გვთავაზობთ და რა თქმა უნდა 4K-ს არ შევადარებთ, იმიტომ რომ იქ 1088, აქ 1088-ს უნდა შევადაროთ. ღირს 7.9 coin-ი, ანუ კრედიტი და Sidence 2.0-ის შემთხვევაში ღირს 5 წამიანი ღირს 45 კრედიტი ფასდაკლებით. თუ დააკვირდებით ზემოთ, რეფერენსისთვის განკუთვნილი სივრცე არის, სადაც როგორც გითხარით, შეგიძლიათ ატვირთოთ ხმა, შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო, რომელსაც რეფერენსად გამოიყენებს და ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ ვიდეო და აქ აქვს უკვე პრომპტის სივრცე, სადაც ასევე ელემენტების დამატება შეგიძლიათ. ეხლა რა არის ელემენტები? ხო, დავუშვათ პრომპტში ეუბნები, რომ სხვადასხვა პერსონაჟების რაღაცა ერთ სივრცეში მოქცევა გინდათ, ხო? ეს სხვადასხვა პერსონაჟები შეგიძლიათ აუტვირთოთ როგორც ელემენტის სახით, აი აქედან უკვე შეგიძლიათ გააკეთოთ ელემენტები და აუტვირთოთ, რომელსაც მე უკვე პრომპტზე დაყრდნობით მოაქცევს ერთ სივრცეში. ან ლოკაცია აუტვირთოთ, ანუ ყველაფერი ის, რასაც დავუშვათ ითხოვს თქვენს მიერ დაწერილი პრომპტი. დაბლა უკვე ვირჩევთ მოდელებს, როგორც ახან გაჩვენეთ, ვირჩევთ ასევე დროს, რამდენხნიანი იყოს, შეგვიძლია რომ ავარჩიოთ ზომები და შეგვიძლია ავარჩიოთ უკვე ხარისხი. რაც უფრო გავზრდით ხარისხს, ხედავთ თქვენ რომ უფრო მეტად ემატება ფასი. ფასს რომ თავი დავანებოთ, ემატება დრო, რომელიც ჭირდება უკვე გენერაციებს. მოდით ამ შემთხვევაში ცოტა დაბალი გამოვიყენოთ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, გენერაციებს ძალიან დიდი დრო უნდა და ჩვენთვის სასურველ შედეგს მაინც მივიღებთ. მნიშვნელობა არ აქვს როგორ ხარისხს ავირჩევთ, აბსოლუტურად ერთნაირ შედეგს მივიღებთ, უბრალოდ შედარებით გამოსახულება იქნება ან დაბალი ხარისხის, ან მაღალი ხარისხის, ხო? ეს უკვე როდესაც პროექტზე დაიწყებთ მუშაობას, ხარისხი შეგიძლიათ დაარეგულიროთ, მაგრამ გეტყვით რომ არც 1080 არის ესეთი გასაგიჟებელი ხარისხი, როდესაც საბოლოო პროდუქტს მიიღებთ, ამის upscale, ანუ ხარისხის მომატება მაინც დაგჭირდებათ ასედაც და ისედაც. მოდით პირველი გავტესტოთ, რამდენად შეუძლია მას ქართულად ისაუბროს, ხო? პრომპტი ჩავუწეროთ, რომ ვინ დააგენერიროს
გენერიროს ქალბატონი, რომელიც იცახის გამარჯობა მე ვარ AI-ის მიერ შექმნილი პერსონაჟი. დავყენოთ 5 წამზე, აუტოზე, 480-ზე ხარისხის მხრივ და ჯერჯერობით რეფერენსები არ ავუტვირთოთ. ამასაც ვნახავთ გაუშვათ გენერაციაზე და გენერირების პროცესი არის აქ. ახალგაზრდა ქართველი ბიჭი ყოფილა გოგო არა. წეღან გოგო თქვენ მგონი. კარგი, დაგენერირა და აბა ვნახოთ რა ხდება. გამარჯობა, მე ვარ AI-ის მიერ შეშტეღლოჩხუმ პერსონაჟი. მარტო გამარჯობა თქვა სწორად. მეტი ვერა. მაგრამ გამარჯობაც რო წაიკითხა, რა ვიცი, თან გამარჯობა. მოკლედ არის ის ძალიან კარგი ლიფსინგი აქვს რეალურად. რო იცოდეს რეალურად ქართული, ცუდი არ იქნებოდა. ანუ კითხვა და ქართული საუბარი რო შეეძლოს, ძალიან კარგი ლიფსინგს აკეთებს. მაგრამ ნუ სამწუხაროდ ეს არ შეუძლია. მაგრამ მოდით გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. იგივე სცენაში, უკვე ქართულ ფონეტიკაზე გავტესტოთ. გამარჯობა, მე ვარ AI-ის მიერ შექმნილი პერსონაჟი. აბა ამ შემთხვევაში რას გააკეთებს, ეს მაინტერესებს ძალიან. ვნახოთ აბა რა გააკეთე. ამჯერად გამარჯობა, მე ვარ AI-ის მიერ შექმნილი პერსონაჟი. ქართული კითხვა ამან არ იცის, ფონეტიკა ამან არ იცის. არაფერი, ანუ ქართული არ იცის. მაგრამ სამაგიეროდ, მოდით ვნახოთ ახლა რას გააკეთებს უკვე ინგლისურად და თან ვნახოთ რამდენად მუშაობს რეფერენსი. ანუ ავტვირთავთ ფოტოს და ამ ფოტოს ესე ვთქვათ ალაპარაკებს და ათქმევინებს იმას, რასაც პრომპტის მიხედვით ვეტყვით უკვე. შევდივართ აი ამ ველში და ვუტვირთავთ ამ შემთხვევაში ერთ ფოტოს და პრომპტს, სადაც ვეუბნებით რა უნდა თქვას. ვნახოთ აბა ამ შემთხვევაში რა იზამს და როგორ იზამს. აბა ვნახოთ ინგლისურად რა გააკეთა. Hi, I am a native speaker. ნუ, რაც იცის. არ აქვს პრეტენზია ქართული ვიციო არ ვთქვამს ეს ჩვენ გავტესტეთ უბრალოდ თორე მას არ ვთქვამს რომ მე ქართული ვიციო განაცხადა ინგლისურის მხარდაჭერა მაქვსო და აგერ შეასრულა კიდეც თავისი სიტყვა ასევე ჩვენი სიტყვი ცნობილი არის იმით რომ ძლიერი კამერის მოძრაობა აქვსო უყურებს ზემოდან სხვა გენერატორებს ხო და ვნახოთ აბა როგორი კამერის მოძრაობა აქვს სანამ ჩავრთავ ვიტყვი რომ აჭარულ ხაჭაპურს გავს ოღონდ ეხლა სანამ ჩავრთავ მანამ მას გავს ბათუმში რომ არის ოვალი მაგის აჭარს კამერის მოძრაობა ძალიან ძლიერი აქვს, კი, კამერის მოძრაობა ხელებს ვწევ, არა ძალიან კაია. კამერის მოძრაობა ძალიან კარგია. მოდით ახლა შევეჭიდოთ უფრო რთულ თემას და ეს რთული თემა არის წეღან რაც თქვი, რაც ძალიან დიდი ღირსება აქვს, ერთი პრომპტით სხვადასხვა კადრების გენერირება. რაც მაგალითად, აი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ძირითადად ადარებენ ხოლმე სიდენს 2-დან 0-ს, კლინგ 3-დან 0-ს. აი ამ ორს ადარებენ ხოლმე ერთმანეთს, ორივე თითქმის ერთ დროს გამოვიდა, კლინგმა ცოტა დაასწრო, ძალიან ძლიერია ორივე და ამ კონკრეტულში აბსოლუტურად აი ერთ მნიშვნელოვნად სჯობს სიდენსი სიმარტივით და ანუ რას გულისხმობ. ეხლა აქ მე რომ ავტვირთავ პრომპტს, სადაც ერთ პრომპტში აი ამ გოგონას ისევ ანუ რეფერენსი ძლიერი აქვს, როგორც ვნახეთ, არ ცვლის რეფერენსის სახეს. ამ გოგონას გამოიყენებს და სხვადასხვა სცენაში გვაჩვენებს ერთი პრომპტით. აი სიდენსის შემთხვევაში ცოტა არა, კარგად სხვანაირად ხდება. ანუ ახლა როგორ ხდება? კლინგის შემთხვევაში მულტიშოტები უნდა გავწეროთ. აი აქ თუ ერთ სცენაში ვეუბნებით, რომ ერთ პრომპტში ვეუბნებით, რომ სხვადასხვა სცენა დამიგენერირა და ამ სცენებს შორის ბუნებრივი გადასვლა გამიკეთეო და გააკეთებს, აი უცებ შეგახედებთ კლინგის შემთხვევაში ეს როგორ ხდება. ანუ აქედან შევცვლით მოდულს, მულტიშოტს ავირჩევთ და უნდა ჩავუწეროთ სათითაოდ სცენებად, გავუწეროთ ერთ სცენაში რა ხდება, მერე მეორე სცენაში რა ხდება, მერე მესამე სცენაში რა ხდება და თითოეულ სცენაში უნდა აუტვირთოთ ელემენტები, რომელსაც გამოიყენებს, მაგალითად, უნდა დავაგენერიროთ ლოკაცია, სადაც გვინდა რომ ეს სცენა ვითარდებოდეს, დავაგენერიროთ გოგონა, რომელიც გვინდა რომ ამ სცენაში იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრად უფრო საწვალებელი არის და თან ბევრად უფრო კარგ შედეგს გვაძლევს მაინც სიდენს 2-დან 0 მიუხედავად იმისა, რომ მარტივი არის ვიდრე კლინგ 3-დან 0 ამ ხელა სირთულეების და მიუხედავად მაინც უფრო კარგ შედეგს იძლევა სიდენსი და ნამდვილად ეს ღირსება აქვს, ამას ნამდვილად ვერავინ ვერ დაუკარგავს, მათ შორის ვერც მე. ისევ გამოვიყენოთ, მოკლედ ეს გოგონა უკვე დამახსოვრებული გვაქვს ჩვენ აქ და ამ შემთხვევაში უკვე 8 წამი გვჭირდება, იმიტომ რომ რამდენიმე კადრის გენერირება უნდა მოხდეს და 4 წამში ფიზიკურად ვერ მოხდება და ნახეთ 8 წამის ღირებულება 72 კოინი არის, რაც არის, არ ვიცი, აი
იგივე კადრები კრინგში იქნებოდა დაახლოებით 25 coin-ი მეტი არა. ანუ იგივე კადრებად გაწერილი. აქ არის 72, ანუ ძალიან ძვირია ხალხო, მაგრამ ძალიან კარგია. აბა ვნახოთ შედეგი. არ ვიცი, თქვენ გააკეთეთ კომენტარი ამას. ძალიან კარგად აკეთებს. აი ერთ ვიდეოში სხვადასხვა სცენების დაგენერირება და ამ სცენებს შორის გადასვლა და კამერის მოძრაობა და არ ვიცი, მეტი რაღა უნდა ქნას, მუსიკის დადება, მეტი რაღა უნდა ქნას. არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ ხვდები, უკვე თქვენ ფანტაზიაზე არის დამოკიდებული, რას გააკეთებთ, რა შეგამოიყენებთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგით, მოდით ახლა შევეჭიდოთ საკმაოდ რთულს და ნახეთ, რომ არაჩვეულებრივი შეგრძნება აქვს ფოტოს რეფერენსის, მაგრამ მოდით ვნახოთ უკვე ვიდეოს შემთხვევაში რა ხდება. ანუ ვიდეოს შემთხვევაში სხვადასხვა შესაძლებლობა აქვს და ერთ-ერთი შესაძლებლობა, რამდენიმეს გავტესტავთ დღეს და ერთ-ერთი შესაძლებლობა არის ატვირთული ვიდეოს გაგრძელების შესაძლებლობა და აბა ახლა ვნახოთ ჩვენ ავტვირთოთ ვიდეო, ისევ აქედან. მოკლედ ავტვირთეთ რეფერენსად ვიდეო და ვუთხარით, რომ ამ გოგონამ, რომელიც ცდილობს, რომ სანთელი ჩააქროს, არ დაუწყია ჯერ სანთლის ჩაქრობა, უბრალოდ თვალები აქვს დახუჭული, უნდა ჩააქროს მოკლედ ეს სანთელი. და ამ ყველაფერს გავუწერთ ჩვენ პრომპტის სახით. თუ აქ ჩვენ რაიმის ჩამოდება მოგვინდებოდა ელემენტის სახით, შეგვეძლო რომ ჩაგვემატებინა ან სანთლები დაგვემატებინა, ან ფეიერვერკი, ან მოკლედ რაც გვინდა ელემენტში, რასაც ავუტვირთავდით. ნახოთ. აბა ვნახოთ, როგორი გაგრძელება გავუკეთა აი ამ გოგონას, როგორ შეინარჩუნა სახე, გარემო და ასე შემდეგ. ძალიან ბუნებრივია, ანუ ძალიან ბუნებრივია, ეს არის ვიდეო, მოკლედ, მინდა რომ ვიდეოც გაჩვენოთ, რაზე იყო საუბარი. ეს არის ვიდეო, სადაც არაფერი არ ხდება და გაგვიკეთა ვიდეო. სადაც შეინარჩუნა ყველაფერი აბსოლუტურად. მოდით ახლა უკვე ცოტა გავართულოთ და ავუტვირთოთ ვიდეო, რომლის გარემო სტილი უნდა შეინარჩუნოს და ჩაანაცვლოს უკვე პერსონაჟი. ასეთ შეგიძლიათ, რომ თქვენ თავიც ჩაანაცვლოთ რომელიმე კადრში. მოკლედ, დავამატეთ ვიდეო და ვეუბნებით, რომ ამ ბიჭის ნაცვლად, რომელიც დღეში არის, უნდა იდგეს ირემი. გენერირებაზე გავუშვათ და როდესაც დააგენერირებს, ვიდეოსაც გაჩვენებთ და მერე უკვე შედეგსაც. ესე იგი, ჯერ მე მინდა გაჩვენოთ აი ეს გარემო, რის სტილიც მინდა რომ გადაიტანოს უბრალოდ ირემი ჩასვლას ამ გარემოში და ახლა გაჩვენებთ შედეგს. ხო? აქ უბრალოდ უთხარით, რომ ხმები ჩართული გვაქვს, ან შეგვეძლო ეს გაგვეთიშა, უნდა დაეგენერირებინა და ირემი ამ გარემოში, რაც ძალიან კარგად გააკეთა. თუ ვეტყოდით, რომ ირემი გარბოდეს, გამორბოდეს და ასე შემდეგ, მაგასაც ჩვეულებრივად გააკეთა. კარგით, მოდით ახლა იგივე ვიდეო გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში უკვე ეს ვიდეო მთლიანად გადავაქციოთ ანიმაციად. ანუ თქვენი ვიდეოების ანიმაციად გადაქცევაც შეგიძლიათ სიდენსით, ხო? რომც ჩავუწერთ, რომ ეს ვიდეო გვინდა ანიმაციად იქცეს და გავუშვებთ გენერაციას. პირველ რიგში მინდა მეგობრებო ნახოთ, რა გვინდოდა რომ გადაექცია ანიმაციად და გაკეთა ეს. აქ სხვა ნებისმიერ სტილს გამოიყენებ და თუ თქვენ ამას მიუთითებდით, ანუ იქნებოდა დისნეი, უფრო რეალისტური ნებისმიერს და თქვენს ნებისმიერ ვიდეოს ასე გაამრავალფეროვნებს. კარგით, მოდით ცოტა ძლიერ თემაზე გადავიდეთ და ეს არის უკვე რამოდენიმე რეფერენსის ერთდროულად გამოყენება. უნდა ავუტვირთოთ ჩვენ ლოკაცია, პერსონაჟი და კამერის მოძრაობა. ეს სამი რეფერენსი და ასე თქვენ შეგიძლიათ 12 რეფერენსი ავუტვირთოთ. ანუ თუ გეყოლებოდათ რამდენიმე პერსონაჟი, გექნებოდათ რამდენიმე კამერის მოძრაობა, გექნებოდათ რამდენიმე ლოკაცია, სადაც ეს პერსონაჟები გადაინაცვლებდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდით დავიწყოთ. გამოვიყენოთ ეს გოგონა. ლოკაცია ავუტვირთოთ ქუჩა და კამერის მოძრაობა. ჩვენ გვინდა ეგრეთ წოდებული fast dolly, როდესაც პერსონაჟი სწრაფად მოდის კამერისკენ. და ვუწერთ პრომპტს, სადაც ამ ყველაფერს
გააერთიანებს დავიდა გენერაცია. ასევე დავამატებ, რომ მე პრომპტში დავუმატე, რომ ეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ნეონის სტილში, ანუ ცოტა სტილის უნდა შეეცვალა. ანუ უნდა გამოეყენებინა პერსონაჟი, უნდა გამოეყენებინა ჩემს მიერ ატვირთული ქუჩა, რომელსაც ნეონის განათებებს დავუმატებ და უნდა გამოეყენებინა ასევე ჩემს მიერ ატვირთული კამერის მოძრაობა, რომელიც ავუტვირთე ვიდეოს რეფერენსად და ასევე გოგონა რომ მოტრიალდებოდა, ნეონის ნათება უნდა ქონოდა თვალებში. ანუ საკმაოდ რთული პრომპტი, საკმაოდ რთული დავალება და ვნახოთ რა გააკეთა ამ შემთხვევაში. ფაქტია რომ გააკეთა. კი, განძლიერი გენერატორია რა, ანუ საუბარიც ედმეტია. Sidence ასევე ძალიან ამაყობს იმით, რომ შეუძლია დინამიური კადრების გენერირება და რა თქმა უნდა, ესეც უნდა გავაკეთოთ ისე როგორ შეიძლება, მოკლედ ამ ექსპერიმენტების გაშვება. რა არის დინამიური კადრი თუ არა ეს სკეიტზე დგომა და ესეთი ბუნებრივი დინამიური მოძრაობები, ხო? მივცეთ პრომპტი და მოდით ამ შემთხვევაში უკვე ხარისხი გავსარდოთ, იმიტომ რომ მეჭვ მაგზო ძალიან ლამაზი ვიდეო გამოვა. და მოდით დროც გავზარდოთ. როგორ გაიზარდა, ხედავთ ხო? ანუ არ ვიცი. არ მინდა წუწუნად ჩამითვალოთ, მაგრამ საკმაოდ ძვირიანია. ნახოთ. ხო, ძალიან კარგია. ძალიან კარგ კადრებს აგენერირებს, ძალიან კარგად კითხულობს რეფერენსებს და ასე შემდეგ. მისი ერთადერთი მინუსი არის ჯერჯერობით ის, რომ საკმაოდ არაბიუჯეტურია. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. როგორც ყოველთვის, ახლა იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგი გამოვიდა, თქვენთვის საინტერესო გამოვიდა და ვუპასუხე იმ კომენტარს, სადაც ითხოვდით ვიდეო გენერაციაზე ვიდეოს. ჩვენ ყველა კომენტარს ვკითხულობ, ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენი უკავშირი და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემი წინა ვიდეოზე ძალიან დადებითი შეფასებები იყო თქვენი მხრიდან, რამაც ორმაგად მომცა სტიმული, რომ უფრო მალე ჩამეწერა ვიდეო და აგერ ერთი კვირის თავზე მეორე ვიდეოც დავდეთ. ისე უნდა გთხოვოთ გამოწერა სხვადასხვა პლატფორმებზე, როგორც არის YouTube, TikTok, Instagram, Facebook, LinkedIn. ყველგან ვართ ხელმისაწვდომი, ყველგან შეგიძლიათ რომ დაგვეკონტაქტოთ. თქვენ იცით რომ ყოველ თქვენს SMS-ს პასუხობთ, ყოველ თქვენს კომენტარს პასუხობთ და ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ თქვენი ესეთი ჩართულობა ჩვენს საქმიანობაში, რადგან თქვენი აქტიურობის გარეშე ჩვენი ვიდეოები არაფერი არ არის საერთოდ. შესაბამისად ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. ასევე თუ რაიმე სურვილს გამოთქვამთ, რომ გინდათ იმ კონკრეტული რაღაცის განხილვა, აუცილებლად კიდევ გავითვალისწინებთ და შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველ კონტენტს. მოკლედ დროებით შეხვედრამდე ისევ ძალიან მალე შევხვდებით.